ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილი, 5 გზის მსოფლიოს ჩემპიონი ჭადრაკში, ასევე საჭადრაკო ოლიმპიადების 11 გზის ჩემპიონი გამარჯვებული და 1978 წელს ის იყო პირველი ქალი მოჭადრაკე, რომელსაც მიენიჭა დიდოსტატის წოდება მამაკაცთა შორის. ეს მაპატიეთ თუ კი შეიძლება სპორტულმა კომენტატორებმა ან ანალიტიკოსებმა არ გაიზიარონ, მაგრამ ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის ერთი ქალი შვილისთვის ეს ქართველი ქალების მიერ აღებული ყველაზე დიდი წოდება და ჯილდოა და მანამ სანამ ჩვენ პატარები ვიყავით, თქვენ უკვე იბრძოდით ქართული სპორტის ღირსების დასაცავად და იმის აჩვენებლად, რომ ქართველ ქალებს შეუძლიათ, რომ სპორტში და არა მხოლოდ სპორტში მამაკაცებს არ დაუდონ ტოლი. ასევე მე ამაყება, რომ თქვენ ის დავა მოუგეთ Netflix, რომელმაც გაბედა და შეეცადა დაეკნინებინა მხატვრული ნაწარმოების ფარგლებში თქვენი ის დიდი როლი, რაც როგორც ქართველ და მსოფლიო დონის მოჭადრაკესა და დიდოსტატს გაქვთ. ასევე ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ 1997 წელს FIDE-მ, რომელიც არის საერთაშორისო ფედერაცია, თქვენი სახელობის გარდამავალი თასი დააწესა და ის დღემდე გადაეცემა საუკეთესო შედეგის მქონე იმ ქვეყანას, როდესაც ჯამურად ქალთა და ვაჟთა ტურნირზე აჩვენებს ესა თუ ის ქვეყანა საუკეთესო შედეგს. აქაც ხაზგასმულია ის, რომ თქვენ არ ხართ მხოლოდ წარმატებული ქალი მოჭადრაკე, თქვენ ხართ წარმატებული მოჭადრაკე ორივე მიმართულებით და მსოფლიო ლეგენდა ჭადრაკში. მე არ ჩამოვთვლი ასევე ყველა იმ წოდებას, რომელიც თქვენ გაქვთ, იმ ორდენებსა და ჯილდოებს, რაც გაქვთ. მოკლედ ვიტყვი, რომ ძალიან მადლიერნი ვართ. აქ ახალგაზრდები გვესწრებიან, საქართველოს პარლამენტის სტაჟიორები, ბევრი ახალგაზრდა გვიყურებს, რომელმაც შეიძლება არც კი იცის ეს ყველაფერი ზედმიწევნით, მაგრამ ხაზგასმა ყოველთვის აუცილებელია. ქალბატონო ნონა, თქვენ შეგაწუხეთ იმისათვის, რომ პირველ რიგში მადლობა გვეთქვა იმ პოლიტიკური ბრძოლისთვის, რომელიც თქვენ გასწიეთ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს, მისი მმართველობის ჯერ შესასუსტებლად და შემდეგ დასამარცხებლად, იმიტომ რომ თქვენ ისევე როგორც ბევრმა ქართველმა მოღვაწემ, მაშინ ჩათვალეთ, რომ არ ხდებოდა ქვეყნისთვის სასიკეთო მოვლენები და შეებრძოლეთ მას. ასე აღმოჩნდით მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად თქვენ და თქვენი ვაჟი, რომელსაც მივესალმები ასევე ბატონი დავით ჭიჭინაძე, 2011 წლის 26 მაისის გამთენიისას რუსთაველის გამზირზე. ეს არის ის თემა, რასაც ჩვენ დღეს ვიხილავთ და თუ არ შეწუხდებით, რომ მოგვითხროთ როგორ მიხვედით აქციაზე, რომელ ორგანიზაციაში იყავით მაშინ გაერთიანებული და როგორ იბრძოდით იმ რეჟიმის წინააღმდეგ და რა მოხდა იმ ღამით რუსთაველის გამზირზე. მანამდე გაფრთხილების ტექსტი გაქვთ თქვენ გაეცანით უკვე მას, რომელიც გულისხმობს გაფრთხილებას იმის შესახებ, რომ სრულ ახსნა-განმარტების მოცემა, კითხვებზე უარიან პასუხისთვის თავის არიდება ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. გთხოვთ მოაწეროთ ამ დოკუმენტს ხელი, შემდეგ ჩართოთ მიკროფონი, წითლა დაინთება და შეძლებთ საუბარს. გთხოვთ. გაფრთხილება საჭირო აღარ არის, იმიტომ რომ ჩვენ რაც გადავიტანეთ იმ დღეს 26 მაისს, რომელიც ეს იყო სპეციალურად წინასწარ მოფიქრებული დაგეგმილი ოპერაციას. ჩვენ დაჟა უნდათ იქ სერიოზულად. მე მაგას ასაკლაუს ვეძახი უბრალოდ უწოდებ, იმიტომ რომ იქ რაც მოხდა, ამას ვერ წარმოიდგენდა ვერავინ, იმიტომ რომ ბევრი აქცია ჩატარებულა 9 აპრილიდან დაწყებული, რომ დავიწყოთ. შემდეგ რა აქციებიც ტარდებოდა. მსგავსი არც ერთ აქციაზე არ ყოფილა. მე ვიძახი, იმიტომ რომ ჩაკეტილი იყო, 3 კორდონი იყო ჩვენს ირგვლივ იმ დღეს და გასასვლელიც არ იყო დატოვებული. მე 9 აპრილი, იმიტომ ახსენე ეს აშინელება უბრალოდ. ხალხს შეეძლო მისდებდნენ იმ ადამიანებს, მაგრამ გასაქცევი ჰქონდათ და აქ არ ჰქონდათ. ჩვენ ეს ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ ყველა სახალხო კრება შეიქმნა რატომ? შეიქმნა
რაღაც ჯგუფი მუშაობდა სახელმწიფოს შექმნასთან დაკავშირებით. ძალიან პატივცემული ადამიანები იყვნენ იმ ჯგუფში და თქვენ იქ მოდიან ვიცი რომ ეძახით იმათ ვინც ცოცხლები არიან. ჩემთვის პატივი იყო იმ ადამიანების გვერდში დგომა. და ჩემი ოჯახი ჩემს გვერდში იდგა ყველა აქციაზე რომელსაც ჩვენ ვაწყობდით. და შეიქმნა რომ მუხტი რომ დავარდა როდესაც საკნების ის აქცია აიღეს მაშინ დაწყნარდა სიტუაცია და აი ამ ასამაღლებლად მუხტის იმიტომ რომ ის რეჟიმი რა რეჟიმი სადისტური რეჟიმი იყო იმ დროს არ შეიძლებოდა რომ ჩუმად ყოფილიყო ყველაფერი საქართველო თორე დღეს საქართველოს შეიძლება არც ყოფილიყო რომ ეს არ მომხდარიყო და ამიტომ შეიქმნა სახალხო კრება და მე წინასწარ მინდა ვთქვა ახლა ყველა აქცია რომელიც ჩვენს მიერ არის ჩატარებული იქნებოდა რეგიონებში თუ თბილისში არც ერთ აქციას ერთი გადაცდომაც კი არ ყოფილა იყო ვინც ვიყავით სცენაზე ისინი ლაპარაკობდით ყვებოდით იმას რაც ხდება რა უბედურებები არ ჩამოვთვლი აქ ყველა იმეორებს ერთ და იგივე წამებები ჩაცხრილები დაჭერები უბრალოდ მოსმენისთვის ადამიანების რომლებსაც გზაზე ხვდებოდნენ და იჭერდნენ უამრავი ასეთი სიტუაცია იყო იმიტომ მარტო ლაპარაკობი ჩვენ და იქ ვინც მოდიოდა ხალხი მოდიოდა თავისული არავის ჩვენ არ გვიმუშავია ნათესაებშიც კი რომ გინდა თუ არა ჩვენს გვერდში დამდგარიყო მსგავსი არაფერი არ ხდებოდა თუმცა ეს დემოკრატია და ადამიანი თავის სურვილით უნდა გამოვიდეს ესეთ აქციებზე ამიტომ როდესაც მოკლედ შეუძლებელია რა სხვანაირად შეხედო ამას იმიტომ ჩვენ მიუხედავად იმისა მეგობრები იყვნენ ნათესაები იყვნენ თუ არა რომლებიც საერთოდ არ მოსულა არც ერთ აქციაზე არავითარი არ დარღვეულა ურთიერთობები იმიტომ ეს მათი გადასაწყვეტი იყო ზოგს ნერვები არ ქონდა ზოგს შიშის გრძნობა ქონდა რაღაცა ზოგს საერთოდ არ უნდა ჩარევა რაღაცაში ადამიანები სხვადასხვანაირები არიან ხო ასეა და იმ დღეს ესე იგი ჩვენ ინფორმაცია 26 მაისს გადავალ უკვე კონკრეტულად 26 მაისზე ჩვენ მივიღეთ ესეთი ისა რომ ჩაგვეტარებინა აქცია გველაპარაკა და ვინაიდან 12 საათზე უკვე დამოუკიდებლობის დღე დაიწყებოდა იმ შემთხვევაში თუ ხალხი იქნებოდა კონცერტი ჩაგვეტარებინა და უცნობი იყო მოსული რომ კონცერტი ჩაეტარებინა 12:08 და 10 წუთი წარმომადგენელი ამოვიდა სცენაზე მაგათი წარმომადგენელი აი ძალოვანი სტრუქტურების და გითხრა რომ დავშლილიყავით ჩვენ ვთხარით რომ ხელში გვეჭირა სანთლები უკვე ჩვენ მეტი სხვა არაფერი არ გქონდა ხო გეუბნებით არც ერთ იმაში ცომილება ჩვენი მხრიდან არც შეჭრა სადმე ან რაღაცის ხელში არაფერი არ გქონდა შეურაცხყოფას კი ერთი არავის არ მიუყენებია როტრიალებდნენ ხოლმე ირგვლივ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები ძალოვანს იმიტომ ვიძახი ზოგი პოლიცია იყო ზოგი ის იყო და ამიტომ გათვლა ამოვიდა გითხეთ დაში ჩვენ ვთხარით რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამის გათენებას ჩვენ გვინდა 12 საათზე კონცერტი ჩავატაროთ და აღნიშნოთ იმიტომ მთავრობას აპირებდა მეორე დღეს 5 საათზე თუ არ ვწდები ჩატარებას იმისი კი აღლომის და აღნიშნეს და ჩვენ გვინდა 12 საათი ჩაგვიტარებინა და დავშლილიყავით მაგრამ არ გვაცალეს კონცერტის დაწყება ჩვენ ხალხს ვუთხარით რომ ჩვენ ვინაიდან ახლა აი ესეთი სიტუაცია აქვს თხოვენ მაგრამ ვაპირებთ კონცერტის ჩატარება და ვისაც გინდა დარჩით ვისაც გინდა წადით არავის ფეხი არ მოგწია დაახლოებით 1000-მდე ადამიანი იყო ალბათ დაახლოებით იმიტომ ვიძახე რომ მინდა თვლი და იმას აი ჩვენი სცენა იყო პარლამენტის მოპირდაპირე მხარეს კინოთეატრი და ის რო არის აი იმ მხარეს მოკლედ და ხალხი იდგა შუაში შევსებული იყო ეს ამიტომ თვლით რომ საახლოებით 1000 ადამიანი იყო იქ 12 საათზე უკვე წამოიწია ამ კორდონი რომ იყო 3 კორდონი და რომ მოგვიახლოვდნენ და ისეთი რაოდენობის გაზი გაუშვეს და იმდენი ტყვია დაგვახალეს ყველას იქ მაგათი სოლეს სცენისკენაც ხალხს პირდაპირ იმითანაც ამინდი გაფუჭებული იყო წვიმა იყო უკვე აციებული იყო
აი ამ სიტუაციაში და ისეთი სისწრაფით და ისეთი იმით დაგვესიენ უკვე და ხალხმა სადა გაქცევა, მაგრამ გასაქცევი არ ქონდა და რაღაცა ჯგუფმა აი სცენის მხრიდან საცასცენა იყო. მოახერხა გარღვევა იმ კუთხის და შევარდნენ კინოთეატრში და ამ დროს კინოთეატრში თურმე ფილმს უყურებდნენ. ფილმი მიდიოდა, იჟდა საზოგადოება, რომელიც ფილმს უყურებდა. და მე ამათ შეყვნენ რა თქმა უნდა ისინი ვინც იქ იყვნენ დასარბევად მოსული და ვისაც ბილეთი არ ქონდა და ვერ უჩვენა ეს ბილეთი ისინი ყველანი დაიჭირეს და წაიყვანეს ასე ვთქვათ შინაგან საქმეთა სამინისტროში რამოდენიმე სართული იყო გამზადებული ხალხის მისაღებად ეხლა როგორც ხდებოდა დათო არის და შიგნით ყველაფერი ესე იგი პირდაპირ ესე იგი ვის ხელში ჩაუვარდებოდა ხო ყველას აგდებდნენ ესე იგი ხელბორკის ადებდნენ, ცემდნენ, ფეხებით, ღელებით, მერე მიათრებდნენ მოლიროა დღეს, აი მოლთან კიდე გრძელდებოდა სანამ ავტობუსი არ მივიდოდა და არ ჩასვამთ. ხო და ახლა იგივე რახან დათო ვახშენე ვიტყვი რომ აი მოლთან დაახლოებით ის შიპებიანი ხელთათმანი ჩაარტყა ერთმა და ეს მოგლეჯილი ქონდა საოპერაციო გახდა და უბრალოდ სისხლისგან ვარ დაიცალა, შეკუშვა მოხდა იქ აი სიცივეში და რაღაცაში და იმან გადაარჩინა, თორემ მთელი საღამო მერე იქიდან წაყვანილი გაატარა იქ შინაგან საქმეთა სამინისტროში. და ხა ჩემი ახლობლები რო იყვნენ იქ, ჩემი უახლოესი ოჯახი და უახლოესი სალაცის რომელიც მოსული იყო. ერთს მაგალითად ის რა ქვია ვერ აიტანა მისმა გულმა ეს გაზის აი ეს ოდენობა რაც გამოუშვეს და რაც შეიძლება ტყვიაც მოხდა ეს მე არ ვიცი ახლა მე სცენაზე ვიყავი მაგრამ ფაქტია რომ ამოდენიმე დღეში გარდაიცვალა გულმა ვერ გაუძლო და ჩემი ძმისშვილი ლევან გაფრინდაშვილი ისე ცემეს რომ მთლიან დაშავებული იყო და მე ახლა საფრთხე მაქვს აქ წამოღებული მე პირდაპირ არ მინდოდა ამ თემაზე გადასული ჯერ მინდოდა იმ სასაკლაოზე რომ ლაპარაკობ იმას შემოვინახავ უფრო იქითკენ სათქმელად იმიტომ იმას რაც გადახდა ეს უბრალოდ მე არ ვიცი მაგისივე ზეპირად თქმა შეუძლებელია შეიძლება იმან ილაპარაკოს მაგრამ მე მაგას ზეპირად ვერ ვიტყვი უნდა წავიკითხო მე უბრალოდ თავიდანვე ორი ასე ვთქვათ, მკვდარი ადამიანი შემოდის ბუდკის თავზე. აი, გვარებია ჩაწერილი ნიკვა პიტრაძე და სულიკო ასათიანის. და მე უნდათ ამის გასაღება, ვითომ უბედურების შემთხვევა იყო. აქედან დაიწყო ყველაფერი. და მე თვითონ როგორ გამოვედი იქიდან. მე დავარდნილი ვიყავი. მე რო ჩამოვედი იმიდან სცენიდან ძლივ ჩამოვედი და მე დავეცი რამ დამცა არ ვიცი მართალი გითხრათ შეიძლება ვიღაც გამომედო იმ სირბილში იმდენი ხალხი რომ მიაწყდა იმ კუთხეს იმიტომ სცენასთან ხდება აი სცენასთან რომ დავარდე მე ამან მიშველა იმიტომ რომ დათოს მეგობარმა კოტე ქოჩიაშვილმა კოტე ხო კოტე ქოჩიაშვილმა მიცნო რომ დავარდნილი ვიყავი დამინახა და წამომაყენა ცოტა ისეთი იმისი ძლიერი ის იყო რა ფიზიკურად და მე ვერ წარმოვიდგენი იქ მე ვერ ავდგებოდი ვერაფრით იმან ძლივს წამომაყენა და დაიწყო ჩემი წაყვანა კორდონამდე რომ მივსულიყავი და ძალიან ახლოს იყვნენ ბევრი არ იყო მაგრამ მე თვითონ მიჭირდა ფეხის გადადგმა ეხლა 70 წლის ვიყავი იმას აქში დასი ადგილი არ არის აი ამ სიტუაციაში მოხვედრისას და დაიწყო ძახილი რომ ნონა გაფრინდაშვილი გამომყავს და არ ესროლოთ და არ მესროლეს თორე თქვენს მომწოდოთ ჩემი თამი დამთავრდებოდა მაგრამ იმათ ინტერესში არ იყო ჩემი განადგურება პირადად ჩემი გამიგეთ იმათ უნდა თლიანად იქ აი იმის გაკეთება რაც გააკეთეს ხალხში შიში კიდევ უფრო მაგრა წასულიყო და როდესაც პირველ კორდონთან მივედით უკვე სანამ უფროსი ყველა კორდონს თავისი უფროსი ყავდა და სანამ ის პირველ კორდონში ვისთანაც მივიყვანა მე ფარი მომადო შუბზე მე რა უნდა გამიკეთებინა ხო წარმოგიდგენიათ ფარი ისთვის მომადე შუბზე ვერ ხვდები რა სანამ უფროსი ეთყო და გაატარეთ ასე გამატარეს ერთი მეორე მესამე კორდონი
და როცა უკვე უნდა გავსულიყავი უკვე მისული ვიყავით ბოლომდე და გაახსენდათ რომ ვიღაცას მივყევარ და გავყავა მე გამიშვეს და იმას დაცეს ხელი და გააქანეს ეს იმაში შინაგანსაქმეთა სამინისტროში ისის და ის მოხდა ზუსტად იმ სართულზე სადაც დათო იყო მოხდრილი და დათოს უთხრა რომ არინერვიულო დედაშენზე მე გამოვიყვანო და მე კიდევ როცა ხელისტაციაზე წაიყვანეს ვიყვირი კი მე ის რატომ მიყვა და მე რატომ ტოვებთ მეთქი მაგრამ მე ხო გითხარით ახლა ჩემი ის არაწყოდათ ახლა რაღაც მე სხვადასხვა იმის გამო და აი ასე დაიწყო ეს ყველაფერი და მე იქ მე სახში რომ მივედი მართალი გითხრათ ტაქსი იყო ამოვარდნილი მქონდა რაღაც პატარა ფული მქონდა ჯიბეში მარტო გურდუკი მეცვა და ტელეფონიც და ტაქსი იდგა თავისუფალ და მე უთხარი ფულის ყველაფერი რას ლაპარაკობ მეცხრა და მიმიყვანა პირდაპირ სახში და პირდაპირ გეტყვით რომ რამოდენიმე დღე ვემწყებოდი უბრალოდ მთელი დაბეშილი იყო ჩემი ის ძალიანად ორგანიზმი ასე ვთქვა და არ მანდეოდა საშუალებას დამწულილიყავი ხო და მე უკვე რაც გადახდათ იმათ ვინც იქ იდგნენ აქ მე წავიკითხო მინდა უბრალოდ დიახ გისმენთ ქალბატონო ბატონო კი ბატონო წაიკითხეთ გისმენთ ჩემი ძლის ძმა თემურ ლოგოა შენი ტოლვილები არიან სოხუმიდან არიან და მამა ყავთ იქ დაკარგული სხვადასხვა იბრძოდა ბოლომდე არ დაუტოვებია ერთი დღითაც სოხუმი რა მაგრამ იქ დაიღუპა რო ეტყვიან ესე იგი ამ თემურ ლოგოს რეზინის ტყვიები მოხდა სახეში დაეცა სპეცნაზის მანქანით მას გადაუარეს მკერდზე საბურავის კუთხემ ყური მოაგლიჯა უკან გადმოუარა ისე იგივე მანქანა და აქ მას სკალპი იმ ხარეს ყური მოგდია ახტილი ქონდა უკვე მივარდნენ და დასხეასან მოშიშპებულ თავის ქალაზე ფეხს კიდევ აბიჯებდნენ შეძახილით რუსის მონა საქართველოს როგორ გაწერია ქურთუქზეო და ჩემი ნაჩუქარი სპორტული საწვიმარი ეცვა საქართველოს სიმბოლიკით ფაქტიურად მათ ერთმანეთში ორი ადამიანი ვინც ადგა ფაქტიურად იქ თავში ერთმანეთში ლაპარაკობდა ეს მგონი კვდებაო და ჯობია სასწრაფოში ჩავსვათო და სასწრაფომ გადაიყვანა და მოხდა იმის რესპუბლიკის სამამტყობოში რესპუბლიკის სამამტყობოში სადაც შალვა ობგაიძესთან ერთად პალატაში გამოკვლევა ჩაუტარეს ექიმებმა სამჯერ გაუკეთეს ტომოგრამა ვერ იჯერებდნენ როგორ გადაურჩა მისი მკერდი ჩალეწვას და ქირურგმა რომელმაც ოპერაცია გაუკეთა ვერ დაიჯერა და ამბობდა თურმე რომ აფხაზეთში ვიყავი ომის დროსო იმდენი ოპერაცია გავაკეთეო და მსგავსი ბინძური ჭრილობა არ მინახეო და ბედად გადარჩა რა ნუ აი როგორ გადარჩა დღესაც არავინ არ იცის აი ესეთი ადამიანი დამარცხეს და ამ ესე იგი აი ამ მოკლე სანაცესავო ამდენი დარტყმა მივიღეთ ჩვენ თავზე ფაქტიურად და ამ დროს ერთი 800 მაინც ადამიანი იყო დაჭერილი იმიტომ მეორე დღეს მოინდომეს იმის კოქტეილების ვითომ ამოიღეს ოფისი და კოქტეილი როგორ გამოიყურებოდა ისიც არ ვიცი ეს მოლოტოვის კოქტეილია თუ რა ეწოდება გამიგედა საერთოდ მსგავსი მაგრამ ეს ვერ გაათამაშეს თუ მაგისი აი ერთი ისიც არ ეკნებათ კადრი რამეში თუ რომ ვინმე რამე დააშავა გარდა იმისა რომ ის ადამიანები ვინც იჯდნენ და იმას შვენზე მეტი გადაიტანეს იქ იმიტომ მე რო ვიჯექი და ვიწვევოდი კადრებს ვატრიალებდი და რო უყურებდი როგორ ცემდნენ ამ ფეხები და ხელი ყველაფერი გადაც ანდა ასავალ-დასავალი ჟურნალისტი 40 წვია მიჯდით 40 წვია ესწოლეს ახლა მეტი რა უნდა არ ვიცი ახლა ყველა მიწყვება ალბათ თავის თავზე მოყვება იმიტომ რომ იქიდან არაფერი არ ჩანდა ერთმანეთსაც კი კარგავდნენ უკვე გვერდში რო იდგნენ გამიგეთ ასე რომ ესეთი ქალბატონო ნონა თუ თანახმა იქნებით კითხვებს დაგისვამთ
კი ბატონო. მე მაქვს ერთი კითხვა, შემდეგ ბატონი ირაკლია რიგში. რამდენად მართალია, რომ ჩიტაძის თუ ჭიჭინაძის რომელიღაც ქუჩაზე, რომელიც პარლამენტის შემოსასვლელისკენ ამოდის, თქვენ აქციის ორგანიზატორებმა მანქანები ჩააყენეთ და ჩახერგეთ, რომ ხელისუფლებას საბაბად არ მოედო, რომ აი ვიღაცას უნდა პარლამენტში შემოჭრა და ხაზი გაგესვათ ამითი თქვენ მშვიდობიანი ხასიათისთვის იმ აქციის. არ არსებობს არანაირი კადრი ამაში. ჩვენ აი როდესაც პარლამენტში იყო რამე ძალადობისკენ რაიმე ტიპის. არანაირი გეუნდებით ამას მე მთელი პასუხზე. გასაგებია. იმიტომ რომ ჩვენ არც ვიხებოდით პარლამენტისკენ. პარლამენტისკენ ზურგით ვიდექით, როცა იქ იყო სცენა გაკეთებული. ცდილობა არ იყო, იმიტომ ჩვენ ამის ინტერესი არ გქონდა. კი ბატონო. ჩვენ უბრალოდ ვაცნობიერებდით, რომ ხმამაღლაბ ლაპარაკობდით და ხალხს მოხსნიდით იმას, რაც ხდებოდა. რომ ეს არ დაკარგულიყო და რაღაცა მომხდარიყო. სხვადასხვა აი მე ჩემი აზრით აი საზარელი რაც გააკეთეს ეს სასანკლაო რო გაგვიმართლეს ყველას შეეფერება ეს სახელი თვითონ დაუბრუნდათ ეს მე მგონი ეს გამოძახილი იყო 1 ოქტომბერი მერე რო შეიცვალა ეს ხელისუფლება თუ ესეთი რაღაცები მაინც არ იკარგება იცით და ამაში ვარ ძალიან დარწმუნებული მადლობა ბატონი ირაკლი მოგესალმებით ალბათონი ნონა მართლაც კი დასტურებთ ყველა თქვენს მიმართ დიდ პატივისცემას იმ გზის გამო რაც თქვენ გაიარეთ თქვენი მოღვაწეობით აქ რამოდენიმეჯერ იქნა აღნიშნული ანუ კითხვაც არის და თან შეფასებითი ნაწილიც არის ერთი არის საინტერესო რომ რაც დღესაც ჩვენ ამას უყურებთ მათგან განსხვავებული აზრი თუ გაქვს არგუმენტირებულ კრიტიკაში რო არ გადმოვიდნენ, უნდა მაშინვე მოგაწვევენ იარლიხით, რომ ხარ რუსული. და დამთავრდა. ამის, ასე თქვათ, ამ იარლიხით უნდა გამართლდეს აი სასაკლაო, რაც ეხლა ჩვენ ეკრანზე უყურებთ. და მეორე საკითხი თქვენს აღნიშნეთ, რომ აი 9 აპრილიც კი მოიყვანეთ მაგალითად, როდესაც მართლაც სულ სხვა ვითარება იყოს ამ შემთხვევაში საოკუპაციო ჯარი არბევდა მომიტინგეებს, მაგრამ იქაც კი დატოვებული იყო ყველა მხრივ გასაქცევი ადგილი, დიახ, იყო ქვემოთაც ჩასასვლელი ადგილები და მე უშუალოდ მომსწრევარი ყველაფრის და მონაწილე და რა თქმა უნდა ივერიისკენ დღევანდელი რედისონისკენ გასასვლელი მთავარი გზა. ანუ ამ აქციის მესმის რომ ხდება ხოლმე რაღაც გარკვეულ დროში, როდესაც აქციის დაშლა მოისურვებს სახელმწიფო. ეს არის ესეთი ლეგიტიმური უფლება სახელმწიფოს ხელში, მაგრამ აქციის დაშლას აქვს თავის გარკვეული წესები. და ის აქციის მონაწილეები ვიღაცა შეიძლება დაასაპატიმრებელია და აპატიმროთ, მაგრამ მასას ყოველთვის ეძლევა გასვლის საშუალება აქციის ტერიტორიიდან. აქ როგორც თქვენც აღნიშნეთ, იყო ყველაფერი ისე გადაკეტილი, რომ აქციის მონაწილეები უნდა აი ამ ყულფში მოქცეულიყვნენ და ამ ყულფში მათზე მიზანმიმართული სასტიკი ანგარიშწორება მომხდარიყო. რომელსაც ჰქონდა არა მარტო ამ აქციის მონაწილეებზე პერსონალური დაშინების და პერსონალური დაზიანების ასე ვთქვათ მიზანი, არამედ საზოგადოებისთვის დაენახებინათ, რომ ნებისმიერი პროტესტი ეს იქნებოდა მათი ფიზიკური განადგურების ტოლფასი ლამის. აი ეს თუ გააგრჩათ, აი ამის შემდეგ ეს განცდა და ეს ხედვა აი ამ აქციის დარბევასთან დაკავშირებით. ზითა, მე ვიმეორებ, რომ სხვა სიტყვა ვერ მომიფიქრებია, ეს იყო სპეციალურად ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაცია, რომელიც აი მე როგორც ვთქვი, ესე იგი ყველაზე დიდი ფრაზები რაც შეიძლება მოიძებნოს უნდა იმიტომ რომ იქ ადამიანები იდგნენ წყნარად სანთლები გვეჭირა ხელში და მე დამავიწყდა მე თქვა მე კადრი ვნახე უცნობი რომელიც მოსული იყო კონცერტის შესატარებლად დასისხლიანებული როგორ გამოდის შინაგან საქმეთა სამინისტროდან ბეძი გადარჯენილი ამიტომ იქ მე აბსოლუტურ პასუხისმგებლობას ვაცხადე ერთხელაც არ მიგვიცია საბაბი რამე
რომ დაშლის მოტივი ქონოდათ. იმიტომ დემოკრატია გაძლევს უფლებას, შენ თუ წყნარად ლაპარაკობდა, ეხლა ისეთ რაღაცებს ლაპარაკობენ, საერთოდ მოწოდებებიც არის ეს ამ ძალადობისკენ ყველაფერი. ზოგიერთ ქვეყანაში ეს იზრდება, ხო მართალია. მაგრამ ჩვენ ამას პატიორდნენ. ჩვენ მსგავსი რაღაცას არ გაგვიკეთებია. ჩვენ უბრალოდ ვაცნობიერებდით იმას, რომ არის საშინელი სიტუაცია და ამას უნდა რაღაცით ეშველოს, მაგრამ ამის შველება სჭირდებოდა ახალი ადამიანების გამოჩენა, რაღაც უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ მშვიდობიანად უნდა მომხდარიყო. და ამიტომ ეს რო არ ჩამხდარიყო, ჩვენ უბრალოდ ყვებოდით იმას, რაც ხდებოდა, რა უბედურებებით, იმიტომ რომ რამდენი მარტო ახალგაზრდები ავიღოთ, რამდენი ჩაწყილი სასამართლოს გარეშე. ხო, ფაქტია ესა. რამდენი როგორ ართმევდნენ ამ ბიზნესს, ერთია იგივე ნოტარიუსი ღამის საათებში თუ არა და ოჯახებით ემუქრებ. მთელი უბედურება თუ შეიძლება ყველაფერი ხდებოდა, ხო მართალია. მაგრამ ჩვენი პრინციპი იყო ასეთი. ჩვენ არაფერი არ გვეჭირა ხელში. მივდიოდით სულთან იქით და მოვდიოდი და ამ დროს ასეულობით ადამიანს სხვადასხვა დროით აპატიმრებდნენ, მაინც ხვდებოდნენ ქუჩაში, ჩასვამდე მანქანაში გააქანებდნენ და ვის როგორ უშვებდნენ, ერთი დღე იყო, ორი დღე იყო, სამი დღე იყო, იყო ეს იმისათვის რომ შიში არ გამქრალიყო ადამიანებში. ჩემი პასუხი არის ეს. კი ბატონო, ბატონი სოზარი. ქალბატონო, ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. რა ვიცი, მინდა მაინც ახალგაზრდებისთვის გავმარტო, იმიტომ რომ თქვენი სახელი კი ყველა მიცის, მაგრამ ჩვენი თაობისთვის მაინც სხვა ლეგენდა ხართ და სხვა გრძნობა გვაქვს თქვენს მიმართ. საქართველოს კი არა და ქართული სპორტის კი არა, მსოფლიო სპორტის ისტორიაში არ არის უფრო დიდი სახელი, ვიდრე არის ნონა გაფრინდაშვილი და საქართველოს ისტორიაშიც ძნელად მოიძებნება უფრო დიდი სახელი, ნამდვილად ლეგენდა ხართ ჩვენი და მისაბაძი არა მხოლოდ თქვენი სპორტული მიღწევებით, არამედ იმ მოქალაქეობრივი პოზიციით, რომელიც მუდამ გქონდათ და გაქვთ დღესაც და დიდი მადლობა ამ ყველაფრისთვის. უბრალოდ მე გავიხსენებ ერთ რამეს, სანამ კითხვაზე გადავალ. ხშირად ჩვენს ამ კომისიაზე ძალიან ხშირად არის ლაპარაკი, ბევრი ჩვენი თანმოსული ადამიანი ამბობს, რომ სააკაშვილის მიზანი იყო და ნაციონალური მოძრაობის გამოეყვანათ ახალი ქართველი. ჩვენი გადასახედიდან ახალი ქართველი კი არა, ანტიქართველი, გადაჯიშებული ქართველი და რაღაცნაირად ისეთი შეგრძნება იყო თითქოს იმ 9 წლის განმავლობაში ბოლოსკენ მაინც, რომ თითქოს აი ეს მიზანი იქნა რაღაც დონეზე მიღწეული და უცებ როცა გავიმარჯვეთ 2012 წელს იყო თქვენი პირველი გამარჯვების 50 წლის თავი 1962 წელს როცა თქვენ გახდით პირველად სოფლიო ჩემპიონი იმისი 62 წლის თავი და თქვენი ყავით ბუნებრივია და არ იყო ძალიან დიდი საზოგადოება ბატონი ბიძინა ესწრებოდა უბრალოდ ისეთი თბილი საღამო იყო ისეთი ქართული აი მაშინ მივხვდი რომ ნებისმიერი მსგავსი მცდელობა ჩვენი გადაგვარების არის წარუმატებელი, იმიტომ რომ ასე ადვილად ვერ მოხდება ჩვენი ერის დამარცხება და ჩვენი ის რაც მართლა ამდენი 1000 წლეულია რაც არის ქართულობა, იმის ესე შეცვლა ასე მარტივად ვერ მოხდება და აი დავინახე სწორედ თქვენს იუბილეზე. უბრალოდ მინდოდა მეკითხა, რომ თქვენთან ერთად იყო იმ დღეს თქვენი შვილი, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არის და რამდენადაც ვიცი, იყო ისიც ფიზიკური ძალადობის ხორბლი იქნება ან თქვენმა შულმა ამის შესახებ რამდენიმე სიტყვა. მე მგონია რომ ჯობია, იმიტომ რომ მის შუაში იქ იყო და ჩვენივრად ხედავდა რაც ხდებოდა და მე რაც ხდებოდა იქ თვითონ გადაყვანის შემდეგ და ამიტომ მე ახლა რაც მოვყევი გადავაზუსტე ამ ჩემს ცოცხალნათესავებშიც და გვარები გავიხსენე და უბრალოდ იმიტომ მქონდა თორე დანარჩენი ლაპარაკობის იმიტომ რომ ამის დავიწყება არის შეუძლებელი რა მე მიმაჩნია რომ ისტორიაში ეს ერთ-ერთი შავი ფურცელია ისტორიაში 26 მაისი ამას ვერაფერი ვერ გამართლებს საერთოდ არ არსებობს არანაირი ხელშასაკიდი ამბავი რომ ეს აქცია ეს ასეთი დარბევა გამართლდეს ბატონო დავით თქვენ თუ გაქვთ გაფრთხილების ფურცელი იქნებ მოაწევოზოთ ხელი მოვაწერე ხელი მოგესალმებით გისმენთ მე სამწუხაროდ
დეტალებში მახსოვს ის ღამე, იქიდან გამომდინარე, რომ მეც და ჩემ ოჯახსაც დიდი უბედურება, ტკივილი და მთელ საქართველოს მოგვიტანა იმ ღამემ. მახსოვს, როცა 26 მაისის სასამართლოზე გახდით, დაზარალებული სტატუსით. ერთ-ერთი ბრალდებული წამოხდა ფეხზე. გეგონება არაფერი დაუშავებიათ ისე და ესეთი რაღაც უთხრა მოსამართლეს. ესე დეტალებში როგორ ახსოვსო? ესო დადგმულიაო. და მე ვთხარი, მეც მივიღე მე სამწუხაროდ შენიშნა მოსამართლით ჯერ დაჯექი შენ ადგილას. რა გაძლევს იმის უფლებას, რომ ესეთი რაღაცა თქვა, დილით რო დგები, ამდენი წელი გავიდა. ყოველ დილით გაპარსვისას პირველი ჩემ ნაიარებს უყურებ, რომელიც მაშინ დამიტოვეს. მე გახდით აი აქ პარლამენტის წინ ტროტუარზე. ანუ ისე მოხდა, რომ თემოლოგოა ჩემი ცოლის ძმა შუაში იდგა, ეს იყო დედა ჩემის სურვილიც და ჩვენი სურვილიც ოჯახის წევრების, რომ ხალხში ყოფილიყავით. არა სადღაც სცენაზე, არამედ ხალხში, იმიტომ რომ თუ მოხდებოდა უბედურება, რომ პირველი დარტყმა ჩვენც მიგვეღო ხალხთან ერთად. და რო წამოვიდა ეს ტყვიების წვიმა და ისეთი რაოდენობის გაზი იყო, რომ უკვე ცუდად ხედავდით, ცუდად სუნთქავდით. ტყვიები და ამ დროს მოხვდა მახსოვს კონდახი. პირველი როცა ქალბატონი მირბოდა, ჩემ წინდა რაღაცა ეს ხელი გადაფარება მომიდო, მე იქ ყველაფერი ინტუიტიურად ხდებოდა რა იმ მომენტში. წამების ამბავია. მოხვდა კონდახი დამაგდეს. მე ამას მოყვა რამდენიმე დარტყმა კიდევ და ხელბორკილები რო დამადეს იმის მერე სანამ უნივერმაღამდე, მაშინდენ უნივერმაღამდე მიმათრევდნენ, 6 ჯერ დამაწვინეს გზაში და 6 ჯერ გამლახეს. ანუ მარტო მე არა, იქ ყველა დააკრილები კადრებზე და ჩანს, აი ესე ჯგუფურად ვეყარეთ მიწაზე და აი ესეთ ანალოგს მოვიყვან რა, მე მინდა რომ ახალგაზრდა თავობა მოусმინოს, ამას კარგად. მათ ცეკვა და ბატლები ძალიან გათავისებული აქვთ. და შტაბ-ეშტილება რჩებოდა, რომ 1-2 სპეცნაზელი შემოირბენ და ამ დაყრილ ადამიანების ჯგუფში, ან კონდახით, ან ეს ბიმით, რა ქვია, დუბინკა, ხო, ხელკეტით. რამდენიმეს დაარტყავდა თავში და სახის არეში, რო ყურადღება მიექცია თავიანთი ხელმძღვანელობის. ანუ ისეთი შტაბ-ეშტილება რჩებოდა, რომ უნდა თავი მოეწონებინა, რომ კარგი პრემია მიიღო. ეს მერე მივხვდით მაგას. იმიტომ რომ საკვირველი იყო, რამდენიმე შემოირბენ და დაულიდა, ვისაც გადაწყვეტებოდა ან კონდახით, ან ხელკეტით. და მერე 1-2 წუთი გაჩერდებოდნენ, მოვარდებოდა მეორე ნაწილი, წაგვათრევდნენ 1-20 მეტრით იქით, დაყრიდნენ ისევ, მეორე შემადგენლობა შემოირბედა, ანუ ჩაგვარტყავდნენ კონდახებს, ამ ხელკეტებს და ესე დაახლოებით 6 ჯერ იმ სიტყვებს და იმ მუქარებს აღარ ვიტყვი ხა აქ კომისიაზე რა მუქარებითაც მიდიოდა, რა თქმა უნდა, რუსის მონებოდა თქვენ ესე და თქვენ ისე. და გადაგვიყვანდნენ და სადღაც აი უკვე უნივერმაღის წინ მე მაშინ ვერ მივხვდი და მე კადრებში გავიგე, იმიტომ რომ იმდენი სახის სხვადასხვა ფორმიანი სპეცრაზმი ირეოდა, რომ წარმოდგენა არ ქონდა იმ მომენტში რომელი გვცემდა, ხო? ეხლა იმ წამებში და თან თლიანად დაბეჟილები ვიყავით, სისხლიანები, აქეთ წვიმა და იქით ეს იმხელა გაზი, რომ თვალებში ძლივს ვიყურებოდით. და მომხვდა რაღაც აი კაუჭი რო ჩაგარჭო სახეში. აღმოჩნდა მე რომ როგორც კადრებში ვნახე, ეს იყო დათაახალაიას სპეცრაზმი, სპეციალური შიპებიანი ხელთათმანები ეცვადათ. მე სახე გაგლეჯილი მქონდა. ცხოვრებულმა ტრისტან ფერაძემ ქირურგი იყო ეგეთი ძალიან ცნობილი ქირურგიის ინსტიტუტში, ვინც ოპერაცია გამიკეთა. მან თქვა რომ ეს არის გახრეტილიო, ტუჩი. ეს არ არის, ეს იყო გახრეტილი. ანუ ისეთი დარტყმა პროფესიონალური დარტყმა იყო. ანუ რაღაც გვერდული კი არა, მიზან მიმართული პროფესიონალი, რომელმაც გახრიტა. ტუჩი და ამან თან ესე იგი მთლიანად სისხლში ვიყავი, მაგრამ მიმანებეს თავი, იმდენად დასწლიანებული. თქვენ ამ დროს ხელები გაქვთ ჩეკრული. კი, რა თქმა უნდა, ეს ყველას ძირს და ავარდნილს გაგიხრიტეს. კი, და თან გვიძახიან ყოველ წუთას ეთყობა რაღაცა ხელმძღვანელობა მოვიდა და ახედვა მოვახერხე. წესიერად ვერ ხედავდი მართალი რო გითხრათ, მაგრამ ეს არის ქვეცნობიერი რა, ვინ გცემს ან ვინ გადგას თავზე და ამაზე მომხვდა ერთხელ ხელკეტი და მივანებე რა თავი მართალი რო გითხრათ, რას ქვია თვალებში ეს მათი ცნობილი ფრაზა თვალებში გიყურე. ამ დროს ჩაყვარეს ავტობუსში
და ავტობუსი წაგვიყვანეს რიგები იდგა ავტობუსების პოლიციის სამმართველოსთან და ესეთი დასისხლიანებული ნაცემი ხალხი ანუ ვერაფერს ვერ გგზნობდი მართალი რო გითხრათ ვერც ხელს ვერც ფეხს სახე მთლიანად სისხლიანი ჩალურჯებული და გადმოვედით და აი სიმწრით რომ მიხვდები რომ კიდე კორიდორი უნდა გაგატარო რა ეგეთ ნაცემს და ერთი 20-25 დარტყმა ხელკეტით ყველა მხარეს კეფაში თავში სახეში მხრებში კიდე მივიღე უკვე პოლიციის სამმართველოსთან და რო შევედით ეს იქ ბენდენა მეკეთა მაშინ სამწუხაროდ ეს გავრცელებული არ იყო ეს კოვიდმა მოიტანა ეხა ხუმრობანარევი სიმწარეს ვიძახი ეს პირბადეები და ის და ბენდენა მეკეთა გაზისგან თავის დასაცავად და რო დაინახეს იმის მაგივრად სასწრაფოს დახმარება აღმოეჩინა აი ესე მომასხეს რაღაცისა იოდი და ამ ბენდენით ვახრჩობდნენ რეალურად და მე აღმოჩნდი მერვე სართულზე პირველი რაც დავინახე რომ შევყავდით ერთი პატარა ოთახი იყო რა ვიცი აი აგერ ეს რო გადატიხრო და ამ ხელა ოთახში ერთი 60 კაცი ვიყავით შეყრილები და პირველი რაც დავინახე კარი დერეფანში საჩინელ დღეში დაცემი ლუკა კურტანიძე და დავინახე მეორე კოტე გოჩიაშვილი რომელიც მერე გავიგე რომ ჩვენი ოჯახიც ხსნელი იყო რა ის რეალურად პირველი რო დამინახა მომაძახა რომ არ ნერვიულო ნონაო გამოყვანელი მყავსო რა ანუ მივხვდი რომ დედა ჩემი გადარჩა იმიტომ რომ ჩემი ცოლის ძმა რომელსაც საოცარი ისტორია გადახდა ესე იგი მის სკალპახტილ თავზე ანუ იხტუნავა რამდენიმე სპეცნაზელმა რომ თავი მოეწონებინათ ესე იგი დღესაც ყურის ხტილი აკლია და პირდაპირ გეტყვით ესე იგი მე სადღაც დილისკენ ბიჭები ეხა მე ყველა მიცნობდა ჩვენი მხარდამჭერი და სახალხოების წევრი იმიტომ იქ ვიყავი და 1-2 რო შემომხედა მე ეხა საკუთარ თავს ვერ ხედავდი რამეო ანიხმაურე ან რამე მოითხოვეო რომ რეალურად ან ოპერაცია გაიკეთონ ან ისე დღეში მქონდა სახე და მოვითხოვე ყველაზე ისეთი პრაქტიკული რაც ვიფიქრე მე ვთხარი სასამართლოზე არ გადაგყევართ მეთქი ანუ სასამართლო ავტომატურად შეიძლება მათთვის არა მაგრამ ნუ ნორმალური ადამიანისთვის აპრიორი ნიშნავს რომ არ უნდა მოგაწესრიგონ არ უნდა ოპერაცია გაიკეთონ ისე სასამართლოზე ხო არ წარსდგები და ეს ახეო რა დღეშია კიდე რაღაცებს იტო დაიწყე ჩემი პიროვნების გამოკვლევა რა და ამ მომენტში უკვე გაიგეს ვინც ვიყავი მანამდე წარმოდგენ არ ქონდათ ითად პირეს და ჩამიყვანეს ქვემოთ სარდაფში და ნუ მე ვიფიქრე კიდე საწამებლად მომზადებენ სარდაფები გამომიყვანეს იმიტომ რომ არ აწყობდათ სასამართლოზე ამ ეს მათ ხო ყველაფერი პიარს ქონდა დაქვემდებარებული იმ დროს არ აწყობდათ ჩემი ესეთი სახით გამოჩენა იმიტომ რომ მათ სხვანაირად გადანონა შვილი იმ მომენტში ესეთი თავგაწირული რა და ჩვენგან დაჟილი და ნაწამები და დამაგდეს დიღომში და მეც დედა ჩემის არ იყოს მაშინ მივხვდი რომ საქართველოს გადარჩენა ეწერა როცა ხანშესულმა ადამიანმა ტაქსი გამიჩერა მთლიანად დასისხლიანებულს ანუ საშინელი სანახავით ყველაფერი შემოხეული ტაზე შვილო დაზარალებული ხარო იმიდან რა ქვია დარბევიდანო კი მეთქი ჩამსვა მანქანაში რა არ ვეხვეწე სახშიც არა მომყვა არც რო ფული ეტანა ვინმეს და დილით გამიკეთეს ოპერაცია ამ დროს გავიგე რომ თემოლოგია ჩემი ცოლის ძმა მეორე ოპერაციას უკეთებდნენ იმას ყურზე სამწუხაროდ ჩვენი სიძე თემურ კაბანაძე იმას გულმა ვერ გავუძა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა გულის შეტევით ნუ გაზი ისეთი რაოდენობა იყო და კიდე ერთი ფაქტი მინდა თქვა იმ დროს რა დონის დაშინებას და ტერორს ჰქონდა ადგილი დიდი ნათესაობა გვაქვს ძალიან დიდი განსაკუთრებით გაფრინდაშვილების მხრიდან და ასე შემდეგ და ამის მხრიდან სამეგობრო და ასე როგორც ყველა ქართველს და ყველა ქართულ ოჯახს და სანათესავს. რამდენიმე მგაბედა ორნი ერთად ვიწექით ჩვენთან სახში ოპერაციებით თემო საავადმყოფოდან კიდე სადმე არ წაიყვანა და მართალი რო გითხრათ გამოვაპარეთ ბატონი შალვა მომსწრე უგაიძე იმიტომ რომ ერთად იყვნენ პალატაში რა დღეში იყო ის და მე და თემო სახში ვიწექით და რამდენიმე ნათესავმა გაბედა სანახავად მოსვლა მე მინდა აი ახალგაზრდების გასაგონად თქვა დღეს ყველას ვისაც ერჩის ან არ ერჩის გული ძალიან მაგარია რაღაცების კრიტიკაში და მაშინ სანახავად ვერ მოდიოდნენ ეს ხალხზე მაქვს ლაპარაკი რომელიც ძალიან ახლობელია ძალიან შინაურია ძალიან ბევრი ამაგი გვაქვს ერთი ჩვენს და იმათაც ჩვენზე
და არც ვადანაშაულებდით. ერთი საყვედრებელი სიტყვა არც დედაჩემისგან და არც ჩემი ოჯახისგან, არც ჩემგან არ მიუღი არავის. რომ შენ რატო არა, რატო ჩვენთან არ იდექი, რატო შენც არ მოგხვდა, ან რატო არ მინახულე, იმიტომ რომ გვესმოდა რა ტერორში იყო ეს ხალხი და სხვას ძალათი ჩვენ ამ უბედურებაში ვერ გავხედით. ყველას თავის არჩევანი აქვს, ეს არის თავისუფლება, აი რაზეც ძალიან ხშირად მიდის აპელირება. თავისუფლება არის რომ საკუთარი თავის და საკუთარი მე გადაწყვეტილება ადამიანმა მიიღოს თვითონ. რამდენიმე მოვიდა და მანქანები სხვა ქუჩებზე გავაჩერეთო. რატომ მეთქი? ნუ ეხა ჩვენ ძლივს საუბრობდით რა მეზდათე მესახენა ოპერაციები იმას ცალი მხარე მთლიანად. თქვენთანო მანქანები მორიგეოსო. კუდი, სოდი, ეზოსთან ორივე შესასვლელთანო და რო არ დაეფიქსირებინათო და ფეხით რა ესე და უკანა ემიდან ეზოებიდან იმიდან მოვიდნენ რო ვენახულ ხო შემოვლითი გზებით მოვიდნენ რომ ვენახეთ რა და დიდი მადლობა თითოეულ მათგანს მაგისთვის. სხვებსაც დიდი მადლობა მე კავდე რა თქმა უნდა ჩვენ გვერდზე იდგნენ, მაგრამ აი კიდევ ერთხელ ვიძახით. მე ანალოგია, ყველაფერი დღევანდელობა, მაშინდელობა, ანალოგია. დღეს მოდაში შემოვიდა ადამიანს ზრიაკ რომ დააბულინგონ და უთხრა რომ რატო აქ არ დგეხარ, რატო ჩემს გვერდზეა და რატო ხარ ჩუმად. იმ უბედურ დროს ერთი სიტყვა აი ესეთი შენიშვნა ჩვენგან ან დააყვედრება არ გაუგი არავის ჩვენი ოჯახიდან. რამდენი გადავიტანეთ, ხო იმიტომ რომ გვესმოდა რომ ადამიანები არიან ტერორში, ადამიანები. და აქედან გამომდინარე ჩვენი მაგალითით, იმიტომ რომ ჩვენ თვლიდით რომ უნდა გვებრძოლა ღირსებისთვის და რეჟიმის წინააღმდეგ და ჩვენი მაგალითით ჩვენ თავზე გადავიტანეთ და ჩვენ თავზე მივიღეთ პირველი დარტყმა. ამას იმისთვის არ ვლაპარაკობ. ესე მოხდა და ჩვენთვის ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი და სხვათა შორის თემურ ლოგოას რომელსაც ფაქტიურად კლავდნენ და სასწრაფო დახმარების მანქანას თხოვა რომ დედაჩემსო იქნება ზარი გამაშვებინა თქვენ თვალწინო ვეთქვიო რომ ცოცხალი ვარო რა იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა დამინახაო რა დღეში იმიტომ რომ თლიანად იყო აი ესე იგი მისი შეუძლებელი ვერ ვიპოვე სამწუხარო სურათის ამოღება მინდოდა თქვენთვის ესე იგი თლიანად რო ის არის რა ინდიელებზე ფილმები რო გვაქვს ნანახის კალფს რო ხდიან აი ეგეთი რაღაც იყო ცალი ყურიანი მიანად ეს ახტილი ქონდა რა და დღესაც ხტილი არა აქვს და იმაზე ცეკვავდნენ ზემოდან აბიჯებდნენ რამდენიმე კაცი ერთმანეთს ეჯვერებოდა შეერუსო და რუსის მონა 2008 წლის ომის დროს მამა ომში ყავს დაღუპული აფხაზეთიდან არის და მივიდა და მერვე თუ მეცხრე ნომრად ჩაეწერა თავდაცვის სამინისტროს მოხალისეებში გადაამოწმეს და შენ არასანდო ხარო იმიტომ რომ ჩვენი ოჯახის წევრი იყო კაც ომში უნდა და წასვლა ამაზეა ლაპარაკი და რუსის მონას მაგას ეძახდნენ და თვითონ დააქციეს ქვეყანა ბატონო დავით თქვენი აზრით რისთვის ჭირდებოდათ ამის დარბევა ქალბატონმა ნონამ ბრძანა და ეს ჩვენც ვიცით რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია ამ საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენებიც არის დამდგარი და დადასტურებულია მოსამართლეების მიერ მათზე უფრო მაღალი ინსტანცია ჩვენ არ ვართ რომ ეს იყო მშვიდობიანი აქცია რომ გასაქცევი არ მისცეს მოქალაქეებს ვინც პოლიცია და საპოლიციო ძალები თუ სპეცრაზმი რომ დაინახა ზოგმა მიიღო შეიძლება გადაწყვეტილება რომ გასცლოდა იქაურობას ასეთ ადამიანს უნდა მისცეს წასვლის საშუალება ამის საშუალება არ მისცეს უფრო მეტიც ხელბორკილის მაგივრად იყენებდნენ პლასმასის ნაკეთობებს და ეს თავისთავად იყო უკვე სხეულისთვის მიყენებული ზიანი როგორც ფოტოებზე ჩანს ქალბატონი ნონას უკან ეკრანზე ძირს ყრიდნენ და უკვე გაუვნებელ ყოფილ ადამიანებს რომლისგანაც ვერანაირი სულ რომ უნდოდეს ვერანაირი ძალადობა ვერ წამოვა მათ ცემდნენ ეს თქვენს თავს გადაგხდათ და ასახიჩრებდნენ და თითქოს და ამ ფოტოების ავტორები შემდეგ როგორც თუ გაბედე ამ ფოტოების გამოქვეყნებაო ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს ქალიან კაციანად თქვენ რას ფიქრობთ სად ეჩქარებოდათ რატომ არ დაგაცალეს კონცერტის ჩატარება რომ ჩვენ ვიცით მე მეორე დილით რაც უნდა მომხდარიყო და თქვენ რა იცოდით რატო ჩქარობდნენ ერთი პირველი იმას მოგახსენებთ რომ ფაქტია რომ ჩვენი სისხლით მორწყულ რუსთავზე აცეკვეს და ამღერეს ხალხი
მეორე დღეს სრული მაქსიტყვის მნიშვნელობით ლაპარაკობ, ცოტა სევდანარევი. ეხა ჩემ მე ვერ მოვთხოვი მათ პასუხს, ვინც იცეკოდა, მაგრამ ფაქტია, რომ აცეკვეს და ამღერეს ხალხი. ეს არ იყო მარტო აღლუმი, სისხლით ჩვენი სისხლით მორწყული. ეს იყო სადამსჯელო სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა მხოლოდ ერთ რამეს. მთელი საქართველოსთვის იმის ჩვენება რა დაგემართებათ თუ ჩვენ წინააღმდეგ ხმას ამოიღებთ. მოდით ესე ვთქვათ პირდაპირ. ყველამ ვიცით რა ხდებოდა ბიზნესის რეკეტის კუთხით და ღამის ნოტარიუსების თემე და ასე შემდეგ. მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის იმ მომენტში, როცა იყო ძალიან დიდი სიმცირე თავისუფალი აზრის ტელევიზიით თუნდაც გამოხატული. არ იყო სოციალური ქსელები, ეხლა წამებში ვრცელდება ინფორმაცია. ის ფართო საზოგადოებისთვის ის ფაქტები არ იყო ესე მრავლად ცნობილი. და ამ ოპერაციით, ამ სასაკლაოთი მთელ საქართველოს დაანახვეს, რომ უნდა გაჩუმდნენ. მე მახსოვს, რომ რაღაცა პატარა ჯგუფი სხვადასხვა ოპოზიციურად განწყობილი პარტიების მეორე დღეს რუსთაველზე, როგორც მახსოვს, ეს იყო რუსთაველის მეტროს თავზე შეიკრიბნენ. და ჩვენ ორი დაჭრილი ნაოპერაციები კაცი გამოვედით მაინც. და მივედით ერთი 10 წუთით, იმიტომ რომ ძლივს ვიდექით რა ფეხზე, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერ უბედურებასთან ერთად რა თქმა უნდა ტვინის შერყევა ორივეს ჰქონდა რა. წამოყვა ორი ახლობელი და მიგვიყვანეს, რომ და ეს იყო რა, იცით, იმ მომენტისთვის. რაღაცა ეს გაბრძოლების იმდენად იყო ხალხი დაშინებული, ყველამ გაიგო ყველაფერი, ჯერ კადრები წესიერად დანახი არ ქონდათ, მაგრამ ხალხი ჩურჩულით უყვებოდა ერთმანეთს, თუ რა სასაკლაო და რა უბედურება მოხდა. ყველა რევსით უნებლიეთ თავისთვის ფიქრობდა ისეთი სისხლიანი შოუ მოაწყვეს, რომ მეც შემეხება, ჩემ ოჯახსაც შეეხება, ნათესავსაც შეეხება. დაშინება ძალიან მარტივად თქვენ კითხვაზე რომ უპასუხო, ეს იყო მიზანი იყო კიდევ უფრო დაშინება საზოგადოების. ფაქტია. მაგრამ მოიმკეს ჩემი ღმერთწმენით, ის რაც მოიმკეს ზუსტად ერთ წელიწადში, წელიწადი და 5 თვე ავიღოთ, 1 ოქტომბერს მიიღეს ძალიან ვაშკაცური, გემრიელი და ძალიან სწორი პასუხი რა, სამართლიანი პასუხი ქართული საზოგადოებისგან. ფაქტი ეგ არის. მიზეს შედეგობრივ კავშირს რო ვიძახით, ეს არის ზუსტად. მიიღეს ის რაც დათესეს. კითხვები თუ არის? ბატონ ილია. კითხვა რა, უბრალოდ მინდა შევერთე ბატონ ირაკლი ქადაგიშვილს, როგორც აღნიშნა და მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბატონო. თქვენი ამ ბრძოლისთვის და იმ დიდი მაგალითისთვის და ჩვენ ქვეყანას ძალიან გაუმართლა, განსაკუთრებით ჩვენ სამეგრელოს, რომ ესეთი შვილი და ესეთი დიდი მაგალითის მომცემი ადამიანი ბრძანდებით და მადლობას გიხდით ამ ყველაფრისთვის. და მინდა უთხრა ახალგაზრდებს, მე მქონია შემთხვევა საზღვარგარეთ, მაშინ სხვა ასაკში ვიყავი და ახლობით 20 წლის ჩემი თანატოლი შემხვდა და რო არ ველოდებოდი ისე მომიყვა თქვენზე იმდენი რაღაცა, იმდენი და ისე ამაყობდა ეს ადამიანი. უცხოელი იმ ქვეყნის მოქალაქე და ჩემთვის ეს იყო უდიდესი სიამოვნება და სიამაყის გრძნობა და დიდი მადლობა თქვენ ასეთი შანსისთვის, რომ მე ეს მაგძნობინეთ. მადლობთ. დიდი მადლობა. ბატონო დავით, თქვენ ხარ გსურთ რაიმე დაამატოთ? კითხვას დაგისვამთ. მე მხოლოდ ერთს ვიტყოდი, რომ ისტორია ყოველთვის თავისას ამბობს, მაგრამ სამწუხაროდ წლები მიილია და ახალ თაობებს დღეს ძალიან ბევრს ახალგაზრდას წარმოდგენაც არ აქვს რა ხდებოდა მაშინ. და მაშინ ხმის ამოღებას რა შეიძლება მოყოლოდა? სრულიად ოჯახების განადგურება. სრულიად მთელი სანათესაოს დამცირება, დაპატიმრება, განადგურება,
ნამუსის ახთაზე იყო ლაპარაკი. მარტო აქ არ არის ლაპარაკი მარტო ქონებაზე და სიცოცხლეზე. შეიძლება ადამიანი მოკლა, მაგრამ ადამიანურად. აქ იყო დამცირებაზე, წამებაზე და ნამუსის ახთაზე ლაპარაკი. და მე მინდა რომ დღევანდელმა თაობამ კარგად გაიგოს და თუ არა აქვთ ნანახი, მე არ ვეუბნები რომ ვინმეს აზრზე იყვნენ, ან აქეთ გადმოვიდნენ, ან არა. ნახონ, გაიაზრონ და გაანალიზონ თვითონ რა ხდებოდა მაშინ. კი ბატონო, ყოველ შემთხვევაში ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ ის ხალხი, ვინც ეს ჩაიდინა, ვინც ეს თქვენ დაგმართათ, ვინც შეურაცხყო ქალბატონი ნონა და მისი ბრძოლა და საზოგადოება ჩაგდო იმ დღეში, რა დღეშიც იყო, რომ ამის ავტორები უკან დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ჩვენ გზა უნდა დაუთმოთ ჩვენს მერე, ჩვენზე ახალგაზრდებს, ჩვენზე უკეთესებს და ქვეყანა უნდა განვითარდეს. სწორედ ამ მიზნით მუშაობს ეს კომისია, რომლისთვისაც თქვენ ქალბატონო ნონა, თქვენმა ვაჟმა ბატონმა დავითმა დღევანდელ სხდომაში მონაწილეობით მერწმუნეთ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ უშუალო მონაწილე იმ ბრძოლის, მოწმეები იმ შელახვის, უხეში შელახვის, უფლებების და ადამიანების განადგურების, რომელიც თქვენს თვალწინ მოხდა და მადლობა რომ თქვენ მოწმის როლი გასწიეთ ამ კომისიის წინაშე დღეს. დიდი მადლობა. ჩვენ ბატონი, თქვენი ერთ-ერთი თანამებრძოლი მაშინდელი, ჩვენთვის საყვარელი და სასიქადულო ცნობილი მსახიობი ბატონი გია ბურჯანაძე უნდა ჩავრთოთ თურქეთიდან. ამისათვის გვჭირდება სავარაუდოდ 5-7 წუთი ტექნიკური შესვენება. ქალბატონ ნონას მივცემთ სიტყვას შეაჯამოს დღევანდელი მისი გამოსვლა და შემდეგ დაგემშვიდობებით. მე დავითანხმები ახლა დათომ რას თქვა. კარგია რომ აი ეს პროცესი მიმდინარეობს. მართლაც მთელი უბედურება იმაშია რომ ახალგაზრდებმა მე 100%-იანზე არ ვიძახი, მაგრამ უმრავლესობამ არ იცის სინამდვილეში იმ თაობამ რა გადავიტანეთ. და არც უნდათ. ზოგიერთ საერთოდ არ უნდა ნორმალურ არხებს უყურონ. უყურებენ მხოლოდ ოპოზიციურ არხებს და იქიდან ვერ ამოიღებენ ის იმას, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ, გამიგეთ? თუ რაღაცა პროცენტი მაინც აი თქვენს დამუშევარს ნახავს და გაიგებს, ეს მხოლოდ საქართველოს გამოადგება. ესაა ჩემი ისა და ამიტომ ლაპარაკიც არ არის, რა თქმა უნდა ჩვენ მოვედით, ჩვენი მოვალეობა იყო, იმიტომ ჩვენ მაგას ვერ დავივიწყებთ რაც მოხდა და რაც მე ხალხს ეცოდინება, რაც მე ახალგაზრდას ეცოდინება, მით უფრო დამშვიდდება სიტუაცია. უღრმესი მადლობა ქალბატონო ნონა, უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა უფალს რომ თქვენ ხართ, რომ ხართ საქართველოს შვილი და არა რომელიმე სხვა ქვეყნის. თქვენ ხართ ჩვენი დიდი სიამაყე და მართლაც თქვენ სახელს უკავშირდება საქართველოს ისტორიის არაერთი საამაყო ფურცელი. მადლობა ამისთვის, მადლობა თქვენ ოჯახს იმ პოლიტიკურ ბრძოლაში თქვენთან ერთად დგომისთვის, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა სააკაშვილის მარცხში. ახლა ჩვენზეა რომ ახალგაზრდა თაობებს არ დაუტოვოთ თუნდაც პატარა რისკი იმისა, რომ სააკაშვილი და მისი ბანდა უკან დაბრუნდეს ხელისუფლებაში. ვაცხადებთ 5 წუთიან ტექნიკურ შესვენებას და ამასობაში გამართავენ კამერას და ეკრანს იმისთვის, რომ გია ბურჯანაძე ჩაერთოს სტამბულიდან.